როგორი გამოვიდეს მამა? ძლიერი. ლუკას! ხარი ცოტათი აი ეს კი ესე გაგაკ ესე შემო ესე და მეტი არ გამა ხო უკან მოიცა აი აქამდე კარგია ეგეც რა ანათი 90 დღის ბოლოს როგორი რობი გინდა რომ გახდა გამარჯობა ჩვენი პროტოკოლი დაიწყო 90 დღე 2 მონაწილე და რეალური შედეგები დღეს ჩვენ უნდა ვეწვიოთ რობის პირველ მონაწილეს 26 წლის ბიჭს რომელიც 105 კილოგრამია და შემდეგი 90 დღის განმავლობაში ის 90 კილოგრამამდე ჩამოვა სანამ ჩვენ უშუალოდ რობისთან გადავინაცვლებთ შეგახსენებთ რომ ამ პროექტის სპონსორია ბრენდი Q&T ასევე დარბაზი Vortex-ი და Cherry Fitness-ი კვების ნაწილში მოკლედ ჩვენ ვიწყებთ გამარჯობა, როგორ ხართ? თავად. გენეცველი კარგად. რა ვიცი, ცდილობ. როგორც კვირა დღეს შეესაბამება. გადახტი და მე მოდი. თორე არ ჩანვარ, მა. მოკლედ, რობი ვარ, 26 წლის. დაოჯახებული. აგერ ერთი ვაშკაცი და მეორე გზაშია, მაგრამ არ ვიცი, ჯერჯერობით გოგოა თუ ბიჭი. ეგ ვითხრეს და მაგრამ მოკლედ ხო და აი ეს რა ყოველდღიურ შრომაში მეორე ბავშვიცა ხო ლუკას რა იყოს არა უშავს არ გიშლის ხო და პატარა რა თქვა რა გითხრა ვარჯიშს რო იწყებდი და გადაღებებს რამდენად გაუხარდა ეს ყველაფერი ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ნუ პირველი აზრი იყო ის რომ მარიამი მიდიოდა გასაუბრებაზე მე მეორე ის იყო რომ თურმე მეც მივდიოდი გასაუბრებაზე და ყველაზე საინტერესო ის იყო რომ მე ამიყვანის მარიამი არა ნუ მე ხა რა თქმა უნდა დაიჩენს ველაპარაკებოდი და რო შემეკითხა რომ აბა რა ქენი აბა რა ხდებოდა დედამ გენაცვალა შენ ნამდვილად მაგისტრის ხარ გაჩენილი 90 დღის ბოლოს როგორი რობი გინდა რომ გახდა იცი რა არის ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ შეიძლება უფრო მეტიც მჭირდება მაგრამ მე მგონი არ ვიხდება ძალიან სიგავხდრე რა ნუ მე პროექტის შემდგომ თუ იქ რაღაცები მოვიფიქრე კიდე და პირიქით კლებაზე კი არა მატებაზე წავედი და ფორმაზე წავედი ეგ კიდე უკვე სხვა საკითხი იქნება ნუ ყოველ შემთხვევაში ეს პროექტი мотиваცია იქნება ამ ყველაფრისთვის კოჭი მამას როგორი გამოვიდეს მამა ძლიერი ზოგადად რა შვები ჰობი რა არის მანქანა ჩანს ეს ხო მოკლედ ეს როდგას მაშინაც მსიამოვნებს ეს ობის ნაწილია მოკლედ აქეთ მხარეს კიდე როგორც ხედავთ ეს წრეები დახაზული რო არის ეს ვაჟბატონის ნამოქმედარია მანქანას უყურებს და მუღამში ისიტრიალებს ხოლმე ესე დრიფტავს მოკლედ და მაგ დღეშია და მოკლედ ჩემი ბავშვობიდან ეგრე იყო რასაც ბორბალი ქონდა ყოველთვის მაინტერესებდა დღეს უკვე რაღაცა ეს სუკანი ბორბლიანი რაღაც ყავს მოკლედ რო თქოს და ვერთობი ხოლმე თავისუფალ დროს და რა ვიცი ბავშვი კიდე ჩემი შემხედვარე გაგიჟებულია მე მგონი 2x-ი მე ვარ აი ლუკასი რო გაჩნდა და დავინახე იმ დღესვე ვიცოდი რომ აი რაც მე დამაკდა ოცნება იყო თუ რამე გასაკეთებელი იყო აი ხა ლუკასი გააკეთებდა ამ ყველაფერს ნუ ჩვენის დახმარებით რა თქმა უნდა თან თითქოს აი თუნდაც აი ესე აი რაღაცა მანქანა მანქანით რო თამაშობს გონია რომ ისე მე ვთამაშობ ისე მე მიხარია ისე რაღაცა ეგ არის რა აი 90 დღის ბოლოს შენი დღის რუტინა როგორ შეიცვლება დღევანდელთან შედარებით აი ზუსტად ვიცი ეხლა ძალიან მეზარება ხოლმე რომ დილას სამთქე დავიბინო მაგალითად და ის წავიდე სამსახურში აი 90 დღეს რო ჩავამთავრებ და შეიძლება მაგ 90 დღეშივე ზუსტად ვიცი რომ ამას გავაკეთებ დილასაც ვიმენ საღამოსაც ვიმენ პირიქით რაც შეიძლება რომ 100% დავდო მე ვეცდები 120%
მედია მაყურებელმა კარგად გაიცნო რობის ოჯახი და შევხვდებით ხვალ დარბაზში. შეხვედრამდე კინოცვალე. დილამშვიდობის მეგობრებო. ახლა ვარ Vortex Fitness-ის გდანის ფილიალში. სწორედ აქ ივარჯიშებენ რობი და ლიკა შემდეგი 90 დღის განმავლობაში. მოდით შევიდეთ და დავიწყოთ ეს ამაღელვებელი მოგზაურობა. სანამ რობი გასახლებიდან გამოვა, იქამდე გეტყვით, რომ Cherry Fitness-მა გამოუგზავნა ორივე მონაწილეს საჩუქარი, რომელსაც რა თქმა უნდა მალე გავხსნით. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი QNT, რომლის შეძენასაც შეძლებთ ავერსის ნებისმიერ ფილიალში. ასევე ჩვენ ვიმყოფებით Vortex Fitness-ში, როგორც უკვე აღვნიშნე, და ამ ეპიზოდით სპონსორია Cherry Fitness. კარგად, მოკლედ ეს გამოგიზავნა Cherry Fitness-მა. არის სავარჯიშო ნივთები, ბლოკნოტი, 75 დღიანი ჩელენჯის და ლახტი. იმედი მაქვს გამოიყენებს, მაო. მადლობა. და მე შეგვიძლია უკვე რკინებისკენ დავეშვათ და აქტიურად აი ეგ დავბრუნოთ. და გონი პატარა წერილიც გამოგზავნოს, რომელიც შენი არის შეგიძლია წაიკითხო. აბა წავიკითხოთ. Cherry Fitness. ისურვებ წარმატებას ბიზნეს მიღწევაში. მადლობა. შეგვიძლია უკვე რკინებისკენ დავეშვათ რა. წავედით. ვარჯიშამდე აუცილებელი ეტაპი, როგორც ყველა მეცით, რა თქმა უნდა, ნუტრიციოლოგია. ნათია ჩვენი პარტნიორი ნუტრიციოლოგია. მას ვეწვიეთ, რობის ეხლანდელი მონაცემები ესეთია. ის 105 კილოგრამია და ცხიმის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც აქვს. მოგესალმებით, მე ვარ ნათია, ნუტრიციის მენტორი და დღეს მსურს გაგიზიაროთ პირველი რჩევა. არ ვტოვებთ კვებებს და განსაკუთრებულად კი საუზმეს. საუზმის ჩაგდება იწვევს მათის გაძლიერებას. როგორც წესი, მეტი სურვილი გვაქვს, რომ ამივირთვათ არასასურველი საკვები, ვისუსნაოთ მთელი დღის განმავლობაში. საუზმისთვის არაჩვეულებრივი ალტერნატივები იქნება კვერცხი, ბერძნული იოგურტი და ხაჭო, ცილოვანი სენდვიჩი, პროტეინის სმუზი და ასე შემდეგ. რადგან ამ ეტაპზე მას საერთოდ არ აქვს საუზმე, აუცილებლად ნელ-ნელა უნდა შემოვიტანოთ ბოჭკოთი და ცილით მდიდარი საუზმე. მეორე რჩევა. ყოველი კვება უნდა შეიცავდეს სამ ძირითად ელემენტს: ცილას, ბოჭკოს და ჯანსაღ ცხიმებს. დაბალანსებული კვება გარანტია იქნება იმისთვის, რომ ის შეძლებს სასურველი წონა ჰქონდეს, გაუმჯობესოს ფიზიკური და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მენტალური ჯანმრთელობა. მესამე რჩევა, არანაირი მკაცრი დიეტა და აკრძალვები. ნაცვლად იმისა, რომ სრულად შევღუდოთ შაქარი, ნახშირწყლები და შევამციროთ პორციები, უნდა ვისწავლოთ პორციების დაბალანსება, სისტემატიურობა და ჩემი საყვარელი პრინციპი, რაც მდგომარეობს 80-20-ზე. ანუ 80%-ში მივირთმევთ დაბალანსებულად და ჯანსაღად, 20%-ში შემოგვაქვს ის საკვები, სასმელი, რაც ძალიან გვიყვარს, გვენატრება და გვჭირდება დროთა განმავლობაში. და ბოლო, მეოთხე რჩევა რობისთვის იქნება ფოკუსის გაკეთება რეგულარულ კვებებზე, ვამცირებთ ფასტინგის პერიოდს, რაც უკეთესი იქნება მისთვის, რადგან ძალიან დიდი შუალედი აქვს კვებებს შორის, ნაკლები ჭამა გვიან ღამით და საკვებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა, ანუ სასურველია უკეთესი ხარისხის საკვები პროდუქტების შერჩევა. სულ ეს იყო, რაც მინდოდა გამეზიარებინა და წარმატებას ვუსურვებ პროექტის ორივე მონაწილეს. ჩვენი სტრატეგია მომდევნო 3 თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, წონაში კლება და ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის საგრძნობლად შემცირება, თუმცა ასევე გვინდა რომ კუნთის მასა მოიმატოს, რაც არც ისე მარტივია. კვირაში 3 ჯერ ვივარჯიშებთ. დამატებითად მაღალი ინტენსივობის ჯგუფური ვარჯიშებიც გვიქნება, რაც მეტაბოლიზმს ააფეთქებს. ნათიამ კვების სტრატეგია შეგვიდგინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ვიცით დაახლოებით რამდენიმე კალორია უნდა მივიღოთ. თუმცა იმისთვის, რომ ყოველდღიურად ეს ყველაფერი შევძლოთ და მაკრონუტრიენტების რაოდენობას დღის პერსპექტივით შევხვდეთ,
რა თქმა უნდა, ხელშეგვიწყობს Cherry Fitness-ის აპლიკაცია. Cherry Fit App არის პირველი ქართული სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც მოიცავს სახლში და დარბაზში სავარჯიშო, სარეაბილიტაციო და კვების პროგრამებს. აქ ძალიან მომეწონა უშუალოდ სწრაფად მოსამზადებელი კვების რეცეპტები, 15 წუთში მზადდება თითქმის ყველა, რამოდენიმე გამოცადე კიდეც. ასევე ხაზს გავუსვავ, რომ აქ შეხვდებით უგლუტენო, სამარხო, ვეგანურ, ვეგეტარიანულ კვების რეცეპტებსაც. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვარჯიშის ნაწილზე, როგორ ივარჯიშებს 105 კილოგრამიანი ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია საერთოდ არ უვარჯიშია. პირველ რიგში, როგორც ნებისმიერ ჩემს მოსწავლესთან, რობისთანაც დავიწყებთ full body ვარჯიშებით, რომელიც მოგცემს ინფორმაციას, რა დონეზე არის მისი კუნთები, რომელი კუნთი ჩამორჩება, რომელია ძლიერი და ასე შემდეგ. ყოველი ვარჯიში ნებისმიერ ჩემს მოსწავლესთან იწყება 10-15 წუთიანი კარდიოთი. 5.5 სიჩქარით შეგიძლიათ სარბენ ბილიკზე უბრალოდ იაროთ, რაც საბოლოო ჯამში კიდურებისკენ წაიყვანს სისხლს და გულისცემას ააჩქარებს. ეს ყველაფერი ვარჯიშში ხელს შეგიწყობთ, რადგან ორგანიზმი უკვე შეხურებულია. Journal of Obesity-ში გამოქვეყნებულმა 2014 წლის კვლევამ ძალიან კარგად ახსნა, რომ დაბალი ინტენსივობის კარდიოს შემთხვევაში იწვება ცხიმოვანი მჟავები, მარტივად რო ვთქვათ, ხოლო მაღალი ინტენსივობის კარდიო ვარჯიშების თუ სირბილის შემთხვევაში გამოიყენება გლიკოგენი, ანუ იწვის ნახშირწყალი. Journal of Strength and Conditioning Research-ში 2015 წლის კვლევით ადასტურებს, რომ დამწყებთათვის ან იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდი ხანია შეწყვიტა ვარჯიში და თავიდან იწყებს, full body ვარჯიშები კვირაში 3-ჯერ ბევრად უფრო მაღალ ეფექტურია, ვიდრე split სისტემა, ანუ თითოეული კუნთის თითო დღეზე ვარჯიში. ვარჯიშის დასასრული ბევრად უფრო მარტივია. 10-15 წუთით დაბალ სიჩქარეზე მაღალი დახრილობის ბილიკზე უნდა იაროთ. მარტივად რო ავხსნა, 3-4 სიჩქარეზე დააყენეთ სარბენი ბილიკი და ინკლაინი აწიეთ 9-ზე ან ზემოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნახშირწყლების მარაგი სრულიად ამოწურულია, ეს ყველაფერი აიძულებს თქვენს სხეულს კანქვეშა ცხიმის წვა დაიწყოს ენერგიის მოსამარაგებლად. მომდევნო 90 დღის განმავლობაში ჩვენი მონაწილეები ლიკაც და რობიც მიიღებენ Q&A-ის ჩვენი გენერალური სპონსორის დანამატებს. ყოველ ეპიზოდში ერთ კონკრეტულ პროდუქტს ანატომიურად ჩავშლი. რაში გამოიყენება, რაში გვჭირდება, რატომ და ამ პროცესში ხელს რატომ გვიწყობს. პირველი პროდუქტი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის მთავარი ბაზა, მულტივიტამინები, რომლის ორი ხაზიც აქვს Q&A-ის, მამაკაცების და ქალების. ბევრს გონია, რომ ვიტამინები მხოლოდ ზამთარში, გაციების თავიდან აცარიდებლად უნდა მიიღონ, სინამდვილეში კი ნებისმიერი აქტივობის დროს ჩვენი გამოყოფილი ოფლი ავტომატურად ნიშნავს, რომ ვიტამინების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ვარჯიშის დაწყებისას აუცილებელია, რომ სხეული იყოს ძლიერი. იქიდან გამომდინარე, რომ 2-3-ჯერ მეტ ვიტამინს მოიხმარს, ვიდრე სხვა დროს. კონკრეტულად ეს ქილა 12 სხვადასხვა ვიტამინს და 8 მინერალს შეიცავს. ასევე ჩაშლილია რამდენიმე ისეთი ინგრედიენტი, რომელიც მამაკაცის შემთხვევაში სპეციალურად მამაკაცის სხეულს სჭირდება, ქალების შემთხვევაში კი ქალის სხეულს, რაც ჩვენ ჰორმონალურ ბალანსზე აისახება. ოფლის გამოყოფასთან ერთად საგრძნობლად მცირდება ვიტამინების და მინერალების რაოდენობა ორგანიზმში. ამას კი ადასტურებს JISSN-ის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 40%-ით უფრო ხშირად გაილევა ვიტამინების რაოდენობა ვარჯიშის დროს, ვიდრე ნორმალურ სიტუაციაში. ასევე PubMed-ზე გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ D-ვიტამინის რაოდენობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს მამაკაცების შემთხვევაში მათი ტესტოსტერონის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტესტოსტერონი უშუალოდ ცხიმის წვაზე და კუნთის მასის ზრდაზეა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, რობის შემთხვევაში დაგჭირდება. და რა თქმა უნდა, ჩვენი მულტივიტამინი შეიცავს D-ვიტამინს საკმაოდ დიდი რაოდენობით. თუ სხეული ვიტამინებით არ შევავსებთ, ძალიან მალე მივიღებთ 3 პრობლემას. პირველ რიგში ქრონიკული დაღრილობა, მეორე, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალის ვარდნა, ნაწონებს ვერ გავზრდით და ბოლო და უმნიშვნელოვანესი იმუნიტეტის დაქვეითება. ანუ საბოლოო ჯამში რამდენიმე კვირის ან შეიძლება ერთი თვის პერსპექტივით ჩვენ შეიძლება გავცივდეთ, ძალები დავკარგოთ და იმ დროს, როცა мотиваცია ყველაზე მაღალ დონეზე უნდა იყოს, რომ გავაგრძელოთ, პირიქით, გაციების გამო მოგვიწევს, რომ შევჩერდეთ. მულტივიტამინების მთავარი ბენეფიტი კი ჩვენი ნერვული სისტემის რელაქსია და სტრესის ჰორმონის დაბალ დონეზე შენარჩუნება. როგორ გამოვიყენოთ? ძალიან მარტივია. უბრალოდ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ ჭამამდე ან ჭამის შემდგომ სრულიად საკმარისია.
ხოლო სად შეგვიძლია ამ ვიტამინების შეძენა, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ავერსის ფილიალში შეგიძლიათ ნახოთ Q&A-ის ნებისმიერი დანამატი. მოკლედ როდის სულ ეს იყო ძმაო? დღეს როგორ მოგეწონა რა სიტყვა? გადასარევი იყო პირველი თან ემოციურადაც, ჯიგრუდადაც დავსვიდი. იდეა ხო რა, იდეა შევხვდით ეს full body. რამოდენიმე ვარჯიში კიდე ესე დაუყვებით და მე უკვე ჩავშლით უფრო რა. წავედი. ძალიან კარგი დროებით.